ეს იყო ისრაელის ისტორიაში ყველაზე ბნელი დღე. ჰამასის ტერორისტული თავდასხმა და მასობრივი გატაცება 7 ოქტომბერს. ამ კვირაში ორწლიანი დამოუკიდებელი გამოძიება საჯაროდ გახდა ცნობილი. ის ყურადღებას ამახვილებდა სექსუალურ და გენდერული ნიშნით ჩადენილ დანაშაულებზე, რომლებიც ჩადენილ იქნა ხოცვა-ჟლეტის დროს და ჰამასის ტერორისტული ტყვეობისას მძევრების მიმართ. სამოქალაქო კომისიის ანგარიში, რომელიც ჰამასის მიერ ქალებისა და ბავშვების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს ეხება, ნათქვამია, რომ შემდეგი ეტაპი აღარ არის მხოლოდ იმაზე დოკუმენტირება, რომ დანაშაულები მოხდა, არამედ ასევე იმაზე მუშაობა, თუ როგორ შეიძლება მათი გასამართლება. დამატებითი ინფორმაციისთვის მივესალმებით კომისიის ხელმძღვანელს, ისრაელის პრემიის ლაურეატს და საერთაშორისო სამართლის ექსპერტს, დოქტორ კოხავ ელქაიამ ლევის, რომელიც ახლა მოდინიდან გვიერთდება. დოქტორო, დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. ჰამასის სისასტიკისა და სიბოროტის მასშტაბი 7 ოქტომბერს იმდენად რთულია გასააზრებლად. ამ ყველაფრის დიდი ნაწილი, რა თქმა უნდა, თავად ტერორისტებმა გადაიღეს. თქვენი გამოძიება დეტალურად აღწერს იმ საშინელებებს, რაც მოხდა როგორც ხოცვა-ჟლეტის დროს, ასევე ტერორისტულ ტყვეობაში ყოფნისას. დავიწყოთ იმით, რომ მოგვიყევით მტკიცებულებების შეგროვების, ჩვენებებისა და მთლიანად გამოძიების ჩატარების პროცესის შესახებ. პირველ რიგში საღამო მშვიდობისა და მიხარია, რომ დღეს თქვენთან ერთად ვარ. მინდა რაღაც აგიხსნათ, ეს ანგარიში ემყარება არქივს, ისტორიული ომის დანაშაულების არქივს, რომელიც ჩვენ შევქმენით ყველაზე მკაცრი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ჩაწერილი ჩვენებები, მასალები, ვიდეოები, სურათები, რომლებიც თითოეულს დეტალურად გავაანალიზეთ და ეს ანგარიში ასახავს ამ არქივს. ანგარიში მოცემული თითოეული პუნქტი დადასტურებულია არქივში არსებული მასალით. ამიტომ მნიშვნელოვანია ამის ხაზგასმა. და ეს ანგარიში საშუალებას გვაძლევს თითქოს ერთი ნაბიჯით უკან დავიხიოთ და მთელი ეს საშინელება მთლიანობაში დავინახოთ. იმ თვალსაზრისით, რომ როცა კითხულობ, ეს 300 გვერდიანი ანგარიშია, მისი ნახევარზე მეტი ფაქტებზეა დაფუძნებული. ეს ნიშნავს, რომ დაახლოებით 160 გვერდზე მეტს კითხულობ ჩვენ მიერ მიღებული ჩვენებების, უფრენებების, უფრო და უფრო დეტალურ მასალებს, ვიდეოების აღწერებს, სურათების აღწერებს. და ერთ მომენტში მივხვდით, რომ ჩვენ თვითონაც გადატვირთულები ვიყავით იმ მტკიცებულების რაებების რაოდენობით, რაც შევაგროვეთ და რომ უნდა შეგვეხედა ამ ყველაფრისთვის. ცოტა უკან დაგვეხია და თემატური ანალიზი გაგვეკეთებინა. და ჩვენ აღმოვაჩინეთ სექსუალური ძალადობის 13 განსხვავებული ნიმუში, რამაც მიგვიყვანა დასკვნამდე, რომ ეს იყო სტრატეგია. სექსუალური ძალადობა 7 ოქტომბერს იყო სტრატეგია, ბოდიში გააზრებული სტრატეგია და სამწუხაროდ ის განხორციელდა განსაკუთრებული სისასტიკით. ბოროტება, რომელიც ასე რთულია გასაგებად და ასე რთულია იმის დაჯერება, რომ ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ მომხდარს, როცა ამ ყველაფრის მტკიცებულებებზე საუბრობ. და მიუხედავად იმისა, რომ ჰამასმა თავად გადაიღო ეს სისასტიკეები, შენ ამბობ, რომ გადატვირთულად ბრძნობ თავს. გადაჩენილებისთვის კიდევ უფრო ტრაუმული უნდა ყოფილიყო, როცა მათ თავიანთი ტანჯვა თავიდან გააცოცხლეს და დეტალები კიდევ ერთხელ დააზიარეს. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, თუ რამდენად მამაცები არიან ეს გადარჩენილები და რამდენად მნიშვნელოვანია მათი მონათხრობიც. და ეს უბრალოდ წარმოუდგენლად მძიმეა, როცა ამ 13 განმეორებად გენდერზე დაფუძნებული ძალადობის ნიმუშზე საუბრობთ ამ ადგილებში. გვითხარით ამ სისტემურ, ფართომასშტაბიან და არსებით თავდასხმებზე, რაზეც საუბრობთ. რას ნიშნავს ეს ზუსტად? ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შევძელით გვენახა კანონზომიერებები, პრაქტიკები, რომლებიც ისევ და ისევ მეორდებოდა სხვადასხვა ადგილას. მაგალითად, როდესაც კითხულობთ ჩვენებებს ამ ანგარიში, იგებთ მსგავს შემთხვევებზე, რომლებიც მოხდა სხვადასხვა ძალიან განსხვავებულ ადგილებში და გაგრძელდა ტყვეობაში. და ფიქრობ ჩვენთვის ახლა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ის არის, რომ ამას ვგრძნობთ. ანგარიში წარმოადგენს ასეთ მნიშვნელოვან მტკიცებულებით საფუძველს. ეს, როგორც თქვით თქვენ შესავალში, ერთგვარი გარდამტეხი მომენტია. ეს გვაიძულებს გადავიდეთ კითხვიდან, მოხდა თუ არა ეს, კითხვაზე, რა შედეგები მოყვება ამას. და მე ნამდვილად მჯერა, რომ ეს ქმნის ახალ რეალობას მსხვერპლთათვის, გადარჩენილთათვის, ყოფილი მძევლებისთვის,
რომლებსაც კვლავ უსვამენ კითხვებს. და ეხლა ეს უკვე ინსტრუმენტია. ეს მათთვის ბრძოლის ინსტრუმენტია. და ვფიქრობ, ისინი, ვინც ამას უარყოფენ, ან სოციალურ მედიაში ტროლებად გამოჩნდებიან, ან სასაცილოდ გამოიყურებიან, რადგან პროფესიული თვალსაზრისით ეს საბოლოოა. სწორედ ესაა. ჩვენ მოვიწვიეთ მსოფლიოს საუკეთესო პროკურორები, რათა დაგვეხმარონ მტკიცებულებების შესწავლაში. მოვიწვიეთ საუკეთესო ექსპერტი, რომ დაემტკიცებინა ეს ანგარიშები. ამიტომ ვფიქრობ, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ახალი რეალობა შეგვექმნა. ამდენი მტკიცებულება, ესეთი მასშტაბური მტკიცებულებები და ანგარიში ნათქვამია, რომ ეს ქმედებები წარმოადგენს ომის დანაშაულებს, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს, გენოციდის აქტებს, წამებას და ტერორიზმთან დაკავშირებულ სექსუალურ და გენდერულ ძალადობას საერთაშორისო სამართლის მიხედვით. და კითხვა რჩება, რა ხდება სისხლის სამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით? რა ტიპის სამართლებრივი ნაბიჯების გადადგმა რეალურად შესაძლებელი აქვს? ძალიან კარგი კითხვა. მინდა რაღაცა ვთქვა, სანამ განუმარტავ, რას ნიშნავს სისხლის სამართლებრივი დევნა, რადგან ანგარიში დეტალურად განვიხილავთ, როგორც დევნას, ისე შესაძლო დევნას. მინდა ამაზე რაღაც ვთქვა. არც ერთი ცალკეული სისხლის სამართლებრივი დევნა ვერ ასახავს იმ დანაშაულების მასშტაბს, როგორც ეს ანგარიში ასახავს. და ჩვენ გვჯერა, რომ მნიშვნელოვანია ეს ანგარიში ისტორიულ დოკუმენტად მივიჩნიოთ, როგორც ისტორიის ნაწილი, რომელიც ასახავს იმ ადამიანების ხმებს, ვინც იქ იყო. ასევე ჩვენება ამ არქივში ინახება და ეხლა უკვე არა მხოლოდ აღიარებულია, არამედ შეიძლება გამოყენებული იქნას სისხლის სამართლებრივ დევნაში. რა არის სისხლის სამართლებრივი დევნა? ივი დევნა, როგორ შეიძლება ის წარიმართოს? ჩვენ ვიცით, რომ აქაც მოხდება სისხლის სამართლებრივი დევნა, მაგრამ ის ასევე განხორციელდება სხვადასხვა ქვეყანაში, როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო იურისდიქციის ფარგლებში. ეს სხვადასხვა ფორმას მიიღებს მთელ მსოფლიოში. და ჩვენ ნამდვილად გვჯერა, რომ ეს ანგარიში, როგორც მე ვამბობ, თავის დამოუკიდებელ ცხოვრებას დაიწყებს. ის წარდგენილი იქნება სასამართლოში, როგორც მტკიცებულება და ჩვენს წინა ანგარიშთანაც მსგავსი რამ მოხდა. ხალხმა ჩვენი ანგარიში სასამართლოში წარადგინა ისე, რომ იცით, ის თავისთავად იქცა ინსტრუმენტად, რომელსაც ადამიანები იყენებდნენ. დიახ, ასე რომ სულ ესა. ზოგიერთი ჩვენება ეხება ტერორისტების ტყვეობას და ეს გაგრძელდა თვეების განმავლობაში, როგორც ვიცით. რა იყო თქვენთვის ყველაზე გამორჩეული? რა სახის ჩვენებას ან ისტორიას შეგიძლიათ ახლა გაუზიაროთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს რთულია? ვაუ. ვფიქრობ, რაც ყველაზე მეტად დაგვრჩა გულში, იყო ტყვეობაში მყოფი ადამიანების ხანგრძლივი სექსუალური ძალადობის რეალობა. და არ ვფიქრობ, რომ არსებობს საკმარისი სიტყვები ან იურიდიული განმარტებები, რომ აღწეროს მუდმივი ჯოჯოხეთის რეალობა. რომ ადამიანები ყოველდღიურად განიცდიან სექსუალურ ძალადობას, გაუპატიურების მუქარას, იმ შეგრძნებას, რომ შენი სხეული შენ არ გეკუთვნის. და ერთ-ერთი ციტატა, რომელსაც ჩვენ ანგარიში ვუთითებთ, არის ყოფილი მძევლის ჩვენების ჩვენება, რომელმაც თქვა ვერც კი უბანაობდი. იცით, შეიძლება იფიქროთ, რომ როცა გაგაუპატიურებენ, შეძლებ აბაზანის მიღებას, მაგრამ მე ვერც კი უბანაობდი, ასე რომ ვფიქრობ ეს რაღაცნაირად ანგარიში მხოლოდ მცირე ნაწილს ასახავს იმ ყველაფრისგან, რაც მან თქვა, მაგრამ ეს ჩვენთან დარჩა. ასევე არის ნაწილი, რომელიც ჩვენთან დარჩა. ჩვენ ანგარიში რიკარდა ლუკის, შანი ლუკის დედის განცხადებით დავიწყეთ და იმ მომენტებით, როცა ოჯახმა 7 ოქტომბერს დაინახა, როგორ მიათრევდნენ მის სხეულს და მიყავდათ ღაზაში. მიუხედავად იმისა, რომ მის სხეულზე აფუთხებენ და ის შეიარაღებული მამაკაცებითაა გარშემორტყმული, მისი სხეული დამახინჯებულია, ის თითქმის შიშველია. და ვფიქრობ, ოჯახის დამაგრეველი მომენტები, როცა მათ მოუწიათ. ამ ტანჯვის მოწმეები გამხდარიყვნენ. დიახ, ვფიქრობ ეს ჩვენთან უფრო მეტად რჩება, ვიდრე სხვა რამ. გძნობ, რამდენად მტკივნეულია თქვენთვის ამაზე საუბარიც კი. და უბრალოდ ძალიან შემზარავია იმის ცოდნა, რომ ესეთი ბოროტება ესე განვითარდა და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი გამოაშკარავდეს და მსოფლიო მიცოდეს, რა მოხდა სინამდვილეში.
Გვითხარით, რას ფიქრობთ ზუსტად ამაზე? ის ფაქტი, რომ თელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს და გაიგოს დეტალები, როგორი საზარელი, მძიმე და ბოროტიც არ უნდა იყოს ისინი, ახლა რამდენად მნიშვნელოვანია ეს? მე ვფიქრობ, რომ ეს გადამწყვეტად მნიშვნელოვანია. პირველ რიგში მინდა აღნიშნო კომისიის გუნდის მუშაობა, რომლებმაც საკუთარ თავზე აიღეს მასალების ნახვა. ჩვენ საკუთარ თავზე ავიღეთ მათი გადახედვა ისევ და ისევ, ასევე მათი დათვალიერება სასამართლო ექსპერტებთან ერთად და ძალიან ბევრი მასალის გადახედვა, რათა გვეპოვა ის მტკიცებულებები, ის ნიშნები სექსუალური ძალადობისა, სხეულების მდგომარეობა. მინდა ვთქვა, რომ ეს იყო უწყვეტი ძალისხმევა, რომელიც ყოველდღიურად რთული იყო. ძალადობრივი მასალების ნახვა და ის ტრავმა, რასაც ეს იწვევს. ეხლა თქვენს კითხვაზე მინდა ვთქვა, რომ აუცილებელია ტერორიზმის ექსპერტები და ეროვნული უსაფრთხოების სპეციალისტები გაეცნონ ამ მიგნებებს. არ შეიძლება, რომ მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოებამ და ჩვენმა აკადემიურმა წრეებმა წაიკითხონ ეს. ეს უნდა იყოს ანგარიში, რომელსაც ტერორიზმის ექსპერტები წაიკითხავენ, შეისწავლიან და გაანალიზებენ. რადგან ჩვენ ან მე პირადად მხოლოდ ბოლო რამდენიმე დღეში მივხვდი, რომ ვერც კი დავიწყებთ ბრძოლას იმასთან, რაც არ ვიცით. ასე რომ თუ ეს ცოდნა დარჩება მხოლოდ ადამიანის უფლებების აქტივისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ხელში, ეს ყველასთვის დამანგრეველი იქნება. ეს უნდა გახდეს ტერორიზმის ექსპერტების საქმე. ეროვნული უსაფრთხოების ექსპერტებმა უნდა წაიკითხონ ეს, უნდა გაიგონ ეს და გააცნობიერონ, რომ ეს იყო სექსუალური ტერორი თავის ყველაზე მძიმე ფორმაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი, რომელსაც ახლა უზიარებთ ხალხს. და ეს მიუთითებს იმ სირთულეზე, რომ საზოგადოებამ ამ დეტალები სწორად გაიგოს. იმ დროს, როცა და ეს იმდენად რთულია, რომ საერთოდ წამოაყენო ეს საკითხი, როცა ვსაუბრობთ იმ სისასტიკესა და სიბილწეზე, რაც 7 ოქტომბერს და მას შემდეგ მოხდა. მაგრამ როგორც ალბათ კარგად იცით, როდესაც New York Times-ის კოლუმნისტი ნიკოლას კრისტოფი აფროტნებს აბსურდულ სტატიას, სადაც ამტკიცებს, რომ ისრაელი სასაცილოა ამის ხმამაღლა თქმა, წმრთნის ძაღლებს პალესტინელი პატიმრების გაუპატიურებისთვის. როგორც არ უნდა იყოს აბსურდული, როდესაც ესეთი სეთი სათაური ვრცელდება თქვენი ურწლიანი გამოძიების სრული ანგარიშის გამოქვეყნებამდე. ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ კომისიის ანგარიშს არ ექნება ისეთი გამოხმაურება მედიაში, როგორიც შეიძლებოდა ქონოდა. როგორ ეწინააღმდებით ამ აღდგებით ამას, როგორ უნკლავდებით ასეთ სიტუაციას. მართლა აბსურდული და შეშლილი იყო ის ანგარიში, რომელიც New York Times-მა გამოაქვეყნა. ამიტომ გუშინ, როცა ანგარიში გამოვაქვეყნეთ, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ყურადღება გაგვემახვილებინა მსხვერპლებზე, ანგარიშის დასკვნებზე და ჩვენი მისიის შესრულებაზე. ჩვენ ვიმუშავეთ ამ ანგარიშზე 2 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. თითოეულ დეტალზე, თითოეულ სიტყვაზე, თითოეულ მტკიცებულებაზე. ამიტომ გვინდოდა, რომ ამაზე გაგვემახვილებინა ყურადღება და დავწმუნებულიყავით, რომ მსოფლიო ამას გაიგებდა. და შემიძლია ვთქვა, რომ ამ ანგარიშმა მსოფლიო მასშტაბით უზარმაზარი გამოხმაურება მიიღო და მინდა ამაზე და მათზე გავამახვილო ყურადღება. სრულიად მართალი ხარ. საერთო არაფერია. დოქტორი კოხაվել ქაიამ ლევი, ძალიან მადლიერები ვართ, რომ ჩვენთან ისაუბრეთ. მადლობა თქვენ. თქვენს ხმაში ბძნობთ კივილს და იმ ძალას, რომ ჩვენთან საუბრობთ. ძალიან მადლიერები ვართ. და კიდევ ერთხელ, გადარჩენილების სიმამაცე, რომლებმაც ბოლო 2 წლის განმავლობაში თქვენთან გააზიარეს თავიანთი ჩვენებები. მადლობას გიხდით თქვენი დროისთვის. დიდი მადლობა, რომ ჩვენთან ერთად იყავით ამ მიმოხილვაში. ვაკვირდებით, როგორი იქნება რეაქცია ამ ძალიან მნიშვნელოვან მტკიცებულებაზე და თქვენს ანგარიშზე. გმადლობთ, რომ ჩვენთან ერთად იყავით და მადლობა თქვენს გუნდსაც.